და რა კი ძენი ხართ, ანუ შვილები, ღმერთმა მოავლინათ თქვენს გულებში თავისი ძის სული, ანუ სულიწმინდა ღმერთი გიებს ჩვენში, რომელიც ღაღადებს აბა მამაო. ანუ ჩვენი შვილობა რეალიზდება ჩვენი აღსარებლობით და ჩვენი ცხოვრების წესით, მაგრამ მანამდე ჩვენი ძეობა, ანუ შვილობა რეალიზდება ჩვენი მდგომარეობით, ონტოლოგიური, ანუ არსობრივი ცვლილებით, იმიტომ რომ ჩვენ უბრალო ადამიანები კი აღარა ვართ, ჩვენ ახალი ქმნილებანი ვართ. ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი რო შექმნა, ეს ხო მაგარი რამე იყო, მაგრამ უფრო მაგარი იყო ძველი ადამიანისგან ახალი ადამიანი რო შექმნა. იმიტომ რომ ეს ახალი ადამიანი უკვე არის ღმერთთან ერთად ყოფი ადამიანი. ადამიანი სადაც ღმერთთან არის, უღმერთო ადამიანი არ არსებობს, ყველგან ღვთისულია, მაგრამ თვისობრივად ახალი ერთობა დამყარდა ღმერთსა და ადამიანს შორის. და ეს თვისობრივად ახალი მდგომარეობა უკვე შვილად გაქცევს, იმიტომ რომ შენში ღმერთია, რომელიც შენთან ერთად აი ესე მამობას, ღვთისშვილობას გასწავლის და გეუბნება, აბა, აი მამაო, ანუ შენს აი ამ სიტყვას ღვთაებრივ ძალას ანიჭებს. ამიტომ როცა ქრისტიანი ამბობს მამაო, ეს სიტყვა ნამდვილია, იმიტომ რომ მასში მასთან ერთად სულიწმინდა ღმერთი ამბობს, ანუ ძის სული, იგივე როგორც პავლე მოციქული ამბობს და იგივე ძე ღმერთი, როგორც აი ქრისტე ამბობს მამაოს, აი ასე გათქმეინებს სულიწმინდა ღმერთი შენ და ამ ნათქვამს შენ მოგაწერს, შენს კუთვნილებად ხდის. და ასე დროს აღარ ხარ უკვე მონა, ხდები ჭეშმარიტად თავისუფალი და არა უბრალოდ და შვილი რომ ხდები, ეს ნიშნავს, რომ შვილი ამ სიტყვის ძალიან დიდი გაგებით, იმიტომ რომ ამბობს მე მკვიდრე ხარ ღვთის მიერ, ანუ ქრისტესთან ერთად ქრისტეს მარჯვნივ მარადისობაში მყოფი. აი ეს თუ არ რეალიზდა, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, პავლე მოციქულის სიტყვებს ზეცაში ავყავართ, აი იქა ვართ რა, ზეცაში ვართ და ამას ვასწვდის პავლე მოციქული და ეკლესია და გვეუბნება ეს არის ქრისტიანობა, აი ეს თუ არ რეალიზდა და თუ დავყაბულდით დაბლა იერარქიაში მყოფობას, მე ეგ საჩემილია და აი აქ ვიქენი, იცოდეთ რომ ჩვენ არაფრით უკეთესები არა ვართ ურწმუნო ადამიანებზე და მეცაც გეტყვით, საერთოდ ჩვენს რელიგიურობას ნულოვანი ღირებულება აქვს. გესმით, ნულოვანი ღირებულება აქვს, უბრალოდ ტრადიციას მივძებთ, სინდის ვიმშვიდებთ, მაგრამ ის რომ არსობრივად ჩვენ უკეთესი იყო ვიდრე არაეკლესიური ადამიანი, ეს არის გამორიცხული, იმიტომ არაფერი რეალური შენში ცვლილება არ ხდება. თუ აი ეს ყველაფერი არ განხორციელდა ჩვენში. ამიტომ ჩვენ აქ ვყოფ, რადგან აქ ვართ, ანუ ჩვენ კი არა, ზოგადად მორწმუნეები, რადგან ეკლესიაში ვართ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი საკეთებელი, ჩვენი მიზანი და რადგან ეს ძალიან დიდია ეს მიზანი, რადგან ძალიან მაღლად არის და შეუძლებლადაც კი ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება სრული მობილიზება საკუთარი ძალებისა, საკუთარი რესურსისა, საკუთარი სიცოცხლისა, საკუთარი დროისა, სრული მობილიზება, რომ ეს ჩვენ ცხოვრებაში რეალიზდეს. და როცა ამას არ ვაკეთებთ და ღმერთს არ ვემეტებით და ხელიდან ჩვენი გაშვება არ სურს, იმიტომ რომ ვეცოდებით, მერე იწყება განსაცდელი. განსაცდელების მიზეზი ძირითადი არის ის, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვიცით რატო ვართ. სანამ არ მივხვდებით და მერე განსაცდელების დაიკლებს, იმიტომ რომ ისეთ წნეხში ვაქცევთ მერე საკუთარ თავს, რომ ჩვენ განსაცდელი აღარც ვჭირდება. მაგრამ ეს წნეხში მოქცევა საკუთარი თავის ამ დროს ძალიან დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, იმიტომ რომ ამასთან მოყვება ღმერთის მიერ ჩვენ გულზე მუდმივი შეხება, რომელიც აღავსებს ჩვენ ცხოვრებას სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით, სიხარულითა და ხიარულებით ქრისტეს მიერ. ამინ.